ისრაელმა და ლიბანმა ვაშინგტონში მშვიდობის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყეს, მაგრამ საზღვარზე ძალადობა კვლავაც გრძელდება. მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე, სანამ დღეს მოლაპარაკებები დღის 4 საათზე განახლდებოდა. აღმოსავლეთის დროით ჰეზბოლას დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქ როშ ჰანიკრას მახლობლად 3 ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრა, მათგან 2 მძიმედ. ისრაელის თავდაცვის ძალები ამას ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთ აშკარა დარღვევა დაფასებს. და სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ მოლაპარაკებებს ჩრდილავს. ორივე მხარე ტექნიკურად ზავის პირობებში მოქმედებს, მაგრამ ისრაელის დართმები ლიბანში თითქმის ყოველდღიურად გრძელდება და ჰეზბოლას თავდასხმებიც სრულად არ შეწყვეტილა. ეხლა, როცა მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის ვადა სულ რამდენიმე დღეში იწურება, ვაშინგტონი უფრო მდგრადი შეთანხმების მიღწევას ცდილობს. მათ შორის ლიბანზე ახალი ზეწოლით, რომ ჰეზბოლა შეაკავოს და სამხრეთზე სრული სახელმწიფო კონტროლი აღადგინოს.